ამ დასახლებას რეალურად მოძებნის. დასახლება ვიზას მივახდინეთ. სამხედროები მეუღლებიან არის. Жалко, რომელიც გახსნეს რამდენიმე წუთის წინსაცლი. Ми продовжуємо виконувати наказ тримати оборону. Забираемся на крыши и даем передовую. Слава Украине! გამარჯობა. ეს არის ვემსახურები საქართველოს სპეციალური გადაცემა უკრაინიდან. ჩვენ ახლა ვიმყოფებით სუმის ოლქში, ერთ-ერთ ბუნკერში, კონკრეტულად სად არ შეგვიძლია დავასახელოთ. ამ რეგიონში ახლა მიმდინარეობს აქტიური საბრძოლო მოქმედებები. ბოლო პერიოდში რუსულმა ქვედანაყოფებმა გადმოლახეს ისევ ჩრდილოეთიდან საზღვარი და შეუტიეს სუმის ოლქს, თუმცა უკრაინულმა ქვედანაყოფებმა მოახერხეს მათი უკან განდევნა და ამ წუთებში, როცა ჩვენ ახლა ამ ინტერვიუს ვწერთ, მიმდინარეობს აქტიური საბრძოლო მოქმედებები ზედ რუსეთ-უკრაინის საზღვართან, სადაც უკრაინული ქვედანაყოფები მაქსიმალურად ავიწროვებენ რუსულ ჯგუფებს და ცდილობენ ისინი განდევნონ უკრაინის ტერიტორიიდან უკან რუსეთის ტერიტორიაზე კურსკის ოლქში. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ქვედანაყოფზე, რომელიც ამ მიმართულებაზე ერთ-ერთ ურთულეს მონაკვეთზე ასრულებს საკმაოდ მძიმე სამუშაოებს. ეს არის უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების მეოთხე რეინჯერული პოლკი. ჩვენი სტუმარი დღეს იქნება პოლკის ხელმძღვანელის მეთაურის მოადგილე საძახისით ბონდი. ბონდ, ვიტაიო, სპასიბო. ბონდ, მოგესალმები. მადლობა რომ გამონახეთ დრო ჩვენთვის და პასუხობთ ჩვენს შეკითხვებს. როგორ იწყება თქვენი პერსონალური ისტორია? როგორ დაიწყეთ სამხედრო სამსახური და როგორ გადახვედით სპეციალური ოპერაციების ძალებში? Начали служить и как вы попали в ССО? Мій бойовий шлях розпочався ще в ჩემი საბრძოლო გზა ჯერ კიდევ შორეულ 2014 წელს დაიწყო. გავიარე შესაბამისი მომზადება და განაწილების შედეგად მოვხდი იმ დროისთვის სპეციალური დანიშნულების მესამე პოლკში. 2016 წელს უკრაინაში დაიწყო ჯარების ცალკე გვარეობის სპეციალური ოპერაციების ძალების შექმნა და კომპლექტაცია. სწორედ ამ პერიოდიდან სპეცოპერაციების ძალების ფორმირების პირველივე დღიდან მე ამ სტრუქტურაში მოღვაწეობ სხვადასხვა ფორმით. 2022 წელს რუსეთის ფედერაციის არმიის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემოწვრის დროს მე მსახურობდი საბრძოლო პოზიციებზე სპეციალური ოპერაციების ძალების მესამე პოლკის რიგებში. შემდგომ გადავედი სხვა, უფრო მაღალ საფეხურზე და მოვხდი სპეციალური ოპერაციების ძალების 154 საცეცხლე მხარდაჭერის ცენტრში. 2024 წლის მარტში, როდესაც სარდლობა მიიღო გადაწყვეტილება სპეცდანიშნულების ბაზაზე მოიარეშე ცენტრების შექმნის შესახებ, მეც გადავედი ამ ქვედანაყოფში. ეს არის მეოთხე რეინჯერული პოლკი უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების, რომლის ფუნქციაც მოწინააღმდეგის გამაგრებული პოზიციების და სანგრების შტურმი და სიღრმისეული ოპერაციებია. центру сил специальных операций. როგორ იწყება მეოთხე მოიერიშე რეინჯერული პოლკის ისტორია? ბრძოლების ტენდენციამ, საბრძოლო გამოცდილებამ და პრაქტიკამ დღის ესრიგში დააყენა მოიერიშე ქვედანაყოფების პირდაპირი საჭიროება, როგორც მოწინააღმდეგის, ისე ჩვენი შეერაღებული ძალებისთვის. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სპეცოპერაციების ძალებში სადაზვერვო ქვედანაყოფების გარდა აუცილებლად უნდა შექმნილიყო ახალი ფორმირების მოიერიშე ქვედანაყოფები. ჩვენი სამხედრო ნაწილის ძირითად ამოცანას წარმოადგენს მოწინააღმდეგის შეკავების მოქმედებები და სხვადასხვა სირთულის რელიეფზე თუ დასახლებულ პუნქტში მოწინააღმდეგის პოზიციების შტურმი, უშუალოდ დაპირისპირების ნულოვან ხაზზე. Как можно попасть? როგორ ხდება თქვენთან ჩარიცხვა და რამდენად რთულია ეს? რა გზას გადის კურსანტი და როგორ ერთვება ის რეინჯერული პოლკის რიგებში? Вступает уже в рейнджерском полку. На данном этапе процедура відбору
безпосередньо до нашої військової частини. მიმდინარე ეტაპზე ქვედანაყოფის დაკომპლექტების მიზნით მოიერში პოლკში და ზოგადად ჩვენს სამხედრო ნაწილში ჩარიცხვის პროცედურა საკმაოდ მარტივია. ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალებში და კონკრეტულად სპეციალური ოპერაციების ძალებში მუშაობს რეკრუტინგის პროგრამა. შექმნილია სერია ვებგვერდებისა, სადაც განთავსებულია საკონტაქტო ტელეფონები. კანდიდატს ამავე საიტებზე შეუძლია გაეცნოს ნებისმიერ ღია ინფორმაციას, ქვედანაყოფის მოკლე ისტორიას და პირდაპირ მითითებული სატელეფონო ნომრები დაუკავშირდეს ჩვენს რეკრუტინგის პროგრამის წარმომადგენელს, სადაც იღებს შესაბამის კონსულტაციებს. მსურველებს თავაზობენ თანამდებობების რამდენიმე ვარიანტს მისი სპეციალობის და უნარების შესაბამისად. თუ კანდიდატი თანხმდება, რომ იმსახუროს ჩვენს სამხედრო ნაწილში, იწყება დოკუმენტების პაკეტის ფორმირება. სელექციის ერთ-ერთ მთავარ პუნქტს წარმოადგენს სპეცოპერაციების ძალების შიდა უსაფრთხოების პროტოკოლის შემოწმება, რათა გამოირიცხოს კონკრეტული კანდიდატის რაიმე ტიპის კავშირი რუსეთის ფედერაციასთან ან მის სპეცსამსახურებთან. ეს საჭიროა ინფორმაციის გაჟონვის მინიმალიზაციისთვის. მას შემდეგ, როცა კანდიდატი წარმატებით გაივლის შიდა უსაფრთხოების შემოწმებას, შემდეგ იწყება მისი ჯანმრთელობის შეფასება. რეკრუტი გადის საკმაოდ მკაცრ სამედიცინო შემოწმებას, ეგრეთ წოდებულ ველკას. ამის შემდეგ კანდიდატი ხვდება კომისიას. აუცილებელი პუნქტია, რომ სამხედრო სამედიცინო კომისიის მიერ მიღებულ საერთო გადაწყვეტილებაში ხაზგასმით იყოს ნათქვამი, რომ კანდიდატს აქვს სპეცოპერაციების ძალებისთვის საჭირო და აუცილებელი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამ ყველაფრის შემდეგ კი იწყება დოკუმენტების საერთო პაკეტის ფორმირება და სამხედრო მოსამსახურე გადადის 152 სასწავლო ცენტრში, სადაც რეკრუტები 45 დღის მანძილზე გადიან საბაზო სამხედრო მომზადების კურსს. ამის შემდეგ განაწილების თანახმად სამხედრო მოსამსახურე ხდება ჩვენს სამხედრო ნაწილში და იწყებს დამატებით მომზადებას. პირველ ეტაპზე ხდება ერთთვიანი ინდივიდუალური მომზადება, ხოლო შემდეგ უშუალოდ ქვედანაყოფის შემადგენლობაში კიდევ ერთი თვე მიმდინარეობს სხვადასხვა მოდულების მიხედვით სწავლება. მხოლოდ ამ ყველაფრის გავლის შემდეგ ირიცხება სამხედრო მოსამსახურე მოიერეში ქვედანაყოფში და გადის ოპერაციის რაიონში საბრძოლო დავალებების შესასრულებლად. Після того військовослужбовець по розподілу потрапляє до нас в військову частину, і в нас починається проходить додаткова підготовка. Как начинается როგორ გაიგეთ თქვენ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შესახებ და როგორ ჩაერთეთ საბრძოლო მოქმედებებში? 24 лютого, будучи в складі Сил спеціальних операцій, 24 თებერვალს, როდესაც საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, მე ვიყავი სპეცოპერაციების ძალების შემადგენლობაში და ვიმყოფებოდით ქალაქ კროპივინსკიში. სწორედ იქ გავიგეთ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შესახებ. ჩვენ იმავე წუთას დავიწყეთ საბრძოლო დავალებების შესრულება. ჩვენი ქვედანაყოფის პასუხისმგებლობის ზონა სამხრეთ უკრაინა, კერძოდ ხერსონის მიმართულება იყო. На другий день я вже виконував бойові завдання на півдні України, а саме на Херсонському напрямку. Про рейнджерский полк я хочу спросить. Рейнджерული პოლკის შესახებ გკითხავთ. ქვედანაყოფი გასულ წელს შეიქმნა, თუმცა უკვე მოახერხა მძიმე ბრძოლებში მონაწილეობა რთულ მონაკვეთებზე, მაგალითად კურსკში. როგორ დაიწყო თქვენთვის კურსკის ოპერაცია და რა იყო თქვენი მთავარი ამოცანა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე? Какая была для вас цель в Курском регионе, уже на территории Российской Федерации? Я ще раз повторюся, військова частина була сформована в березні місяці 2024 року. გავიმეორებ, ჩვენი სამხედრო ნაწილი ფორმირებული იყო 2024 წლის მარტში. ქვედანაყოფის კომპლექტაცია კურსკის ოლქში მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებების გამო სწრაფად მიმდინარეობდა. როდესაც სამხედრო ნაწილი შეივსო პირადი შემადგენლობით, ჩავატარეთ სწრაფი სწავლებები, გავიარეთ ჩვენი საბრძოლო ინტერესების დაგეგმარების ფაზა და უკვე აპრილის სპეციალური ოპერაციების ძალების მეოთხე რეინჯერული პოლკი აქტიურად ჩაერთო კურსკის ოპერაციაში. ეს ოპერაცია ჩვენ შემთხვევაში გულისხმობდა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და ჯავშან კოლონების შეკავებას მის ტერიტორიაზე. რომ არა კურსკის ოპერაცია არ ვიცი რა მოხდებოდა. შესაძლოა მოწინააღმდეგე უკვე ღრმად შემოიჭრებოდა უკრაინის ტერიტორიაზე და ახლა აქ ექნებოდათ საბრძოლო პოზიციები. Якщо б не Курська операція, то я не знаю, ворог вже був давно вже в Сумах. І може б далі. А как было запланировано все это и როგორ დაიგეგმა ეს ყველაფერი და როგორ გადახვედით თქვენ სახელმწიფო საზღვარზე? Курском области. Безпосередньо на першому етапі პირველ ეტაპზე, როცა უკრაინის არმიამ კურსკში შესვლა დაიწყო, ჩვენი ქვედანაყოფი ამ პროცესში არ მონაწილეობდა. ჩვენ აქტიურ ფაზაზე გადავედით მხოლოდ მაშინ, როცა უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა ბრიგადებმა და ბატალიონებმა უკვე დაიკავეს ხაზები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე კურსკის მონაკვეთში. підрозділи Сил оборони України зайняли
рубежі на території Курської області. Какие там были у вас? რომელი იყო იქ თქვენთვის ყველაზე მძიმე ბრძოლა? მე მესმის, როცა საკუთარ ტერიტორიაზე ხარ, ყველაფერი იცი. უცხო ტერიტორიას კი საბრძოლო მიმდინარეობისას სწავლობ. აკვირდები მტრის სიღრმეებს. რა იყო ძირითადი სირთულეები კურსკში? Тыл врага, какие сложности были там и какие бои? კურსკის ოპერაციის მთავარი სირთულე იყო კომუნიკაცია, მაგრამ ჩვენამ დავალებას გავუმკლავდით. ქვედანაყოფებს შორის ერთობლივი მოქმედებები და კოორდინაცია საკმაოდ სუსტი იყო, თუმცა საერთო ამოცანა შესრულდა. ჩვენი ძირითადი ამოცანები კურსკის მიმართულებაზე იყო შეკავებითი მოქმედებები. ტრადიციულად მოვაწყვეთ თავდაცვის ხაზები, ვატარებდით წინასწარ დასვირვას. მუშაობდით საარტილერიო კორექტირებაზე და ნაწილობრივ ვახორციელებდით შტურმს მტრის პოზიციების მიმართულებით. აპრილის ბოლოს ჩვენს პოზიციაზე სოფელ ლოკნიას მიმდებარედ შედგა ჩვენი პირველი შეხვედრა და კონტაქტი მოწინააღმდეგესთან. ამ შეტაკების შედეგად მოწინააღმდეგის არნაკლებ 12 სამხედრო მოსამსახურე იქნა განადგურებული. ჩვენს გვქონდა გარკვეული დანაკარგი, ორი სამხედრო მოსამსახურე დაგვიჭრა. თუმცა კარგი კომუნიკაციის და მომზადებული პერსონალის წყალობით მნიშვნელოვანი პრობლემების გარეშე მოახერხეთ მათი ევაკუაცია. კურსკის ოპერაციის ყველაზე საინტერესო ასპექტად მე მიმაჩნია ის, რომ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე და ეს მოახერხა უკრაინულმა არმიამ. რუსეთის ფედერაციამ აქტიურად დაიწყო თავისი ჯარების გადმოსროლა და ფაქტი იყო, რომ ისინი ჩვენგან განსხვავებით არ ერდებოდნენ ადამიანურ დანაკარგებს. ამ მიმართულებაზე გამოჩნდა კორეელი დაქირავებულებიც. მათი პრინციპი იყო, რომ ნებისმიერ ფაზად დაეკავებინათ ტერიტორიები. სწორედ ამიტომ ჰქონდათ დიდი დანაკარგი. მაგალითად, გარკვეულ ოპერაციებში ერთ-ერთი ბრძოლის ჩვენმა ძალებმა артиლერიით, დრონებით და უშუალოდ მოიერეშე ქვედანაყოფების ჩართულობით 2 საათიან ბრძოლაში სრულიად გაანადგურეს რუსული ქვედანაყოფი. ამ ბრძოლაში მოწინააღმდეგებს 70-ზე მეტი კორეელი სამხედრო დაკარგა. Артилерії, FPV-дронами і безпосередньо штурмовими підрозділами за 2 години бою більше 70 військовослужбовців корейців. Когда началась Курская операция? როცა დაიწყო კურსკის ოპერაცია, ყველა ვფიქრობდით, რომ ეს იყო ჩვეულებრივი რეიდი, როგორც ეს მანამდე ბელგოროდში იყო, თუმცა ოპერაცია დიდხანს გაგრძელდა. როგორი იყო კურსკის ოპერაციის მნიშვნელობა უკრაინისთვის და თქვენი ქვედანაყოფისთვის? Курской операции для Украины и для вашего подразделения. Як озвучував головнокомандувач, основною პირადად ჩემი აზრით, კურსკის ოპერაციის ძირითადი მიზანი იყო მოწინააღმდეგის ძირითადი ძალების გადატანა მთავარ ხაზებიდან. ესაა დონეცკის და ზაპოროჟიის მიმართულება. сил противника з важливих напрямків, з Донецького і Запорізького напрямку. И как это помог? როგორ დაგეხმარათ ეს ყველაფერი? ჩვენ ვხედავთ, რომ დონბასში ბრძოლები გრძელდება. მაგალითად, პაკროვსკში და კონსტანტინოვკაში. გარდა ამისა, ჩრდილოეთში რუსეთ-უკრაინის საზღვართანაც. Уже возле границы тоже идет на севере бои. На мою особисту думку, спецоперація... ფიქრობ, რომ კურსკის ოპერაციამ გაამართლა 100%. ბრძოლების ინტენსივობამ ყველაფრის ფონზე დონეცკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე 50%-ით იკლო. სტრატეგიული პროგრესია მიმართულებებზე არა. ტაქტიკურ დონეზე მიმდინარეობს შეტაკებები ყოველი მეტრისთვის. რუსები წელიწადში რამდენიმე სოფლის აღებას ახერხებენ, მაგრამ ეს მე არ მიმაჩნია დიდ მიღწევად. Метр за метром, ну, за рік 2 села взяти, ну, це, я думаю, не результат. Сейчас, в данный момент, идет бой, в принципе, уже на границе. ახლა ამ წუთას მიმდინარეობს ბრძოლები სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსები ხელმეორედ შემოვიდნენ სუმის ოლქში და დაიწყეს ახალი კონტრშეტევა. როგორია ახლა ოლქში სიტუაცია და სად მიმდინარეობს ბრძოლები? Где идет бои? На каждую атаку есть контратака. ყველა შეტევაზე ჩვენ ვპასუხობთ კონტრშეტევით. ახლა ამ ეტაპზე ჩვენ არა მხოლოდ შევძელით მოწინააღმდეგის შეჩერება სუმის ოლქში, არამედ მოვახერხეთ მათი უკან დახევა და ვუტევთ მათ. ბრძოლა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ რამდენიმე სოფელში მიმდინარეობს. Свої контратаки по відновленню положення до державних кордонів. Важность вот Сумской области для Российской Федерации. რა მნიშვნელობა აქვს სუმის ოლქს რუსებისთვის? რატომ შემოვიდნენ ისინი ხელმეორედ ჩრდილოეთიდან? მათი გეგმაც ფრონტის გაწელვაა, როგორც თქვენ ქენით ეს კურსკში, თუ აქვთ რამე სხვა გეგმები? Вы запланировали это Курск или еще другие у них планы? Противник використовує нашу тактику.
მოწინააღმდეგე იყენებს ჩვენს ტაქტიკას, ცდილობს გაიტყუოს ჩვენი რეზერვები სხვა მიმართულებაზე, რის შემდეგაც იწყებენ სუსტი ადგილების ზემნას გარღვევებისთვის. თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი ამბავია. ჩვენ არ ვხსნით ქვედანაყოფებს დონეცკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე. ამ მდგომარეობით ჩვენი კონკრეტული ქვედანაყოფები გადანაწილებულნი არიან ჩრდილოეთ სექტორზე და მუშაობენ უშუალოდ ამ მიმართულებაზე. Наші резерви на інший напрямок, чим знижує обороноздатність на Донецькому і на Запорізькому напрямках. Бон, ты помнишь, как все это началось еще, когда была атом? Бон, შენ გახსოვს ამ ყველაფრის დასაწყისი 2014 წლიდან. ყირიმის შემდეგ ომი დაიწყო დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში. როგორ შეიცვალა ბრძოლის წარმოება და მიმდინარეობა? ჩვენ ვხედავთ, რომ მაგალითად სნაიპერის როლი აღარაა იმდენად მნიშვნელოვანი. მიმდინარეობს ტექნოლოგიური ომი. როგორ იცვლებოდა ეს ყველაფერი თქვენთვის? Технологическая война. Как все это менялось и как для вас все это поменялось? Тенденція бойових дій змінилася кардинально. На мою особисту думку, ბრძოლების ტენდენცია კარდინალურად შეიცვალა. ჩემი პირადი შეფასებით ყველაფერი 100%-ითაა შეცვლილი. შესაბამისად იცვლება და ახლდება საბრძოლო მოქმედებების წარმოების და მომზადების მეთოდები. ძირითადად აქტიური კომპონენტი თავდაცვის ძალებში ახლა უპილოტო საჰაერო აპარატებია, როგორც სადაზვერვო, ასევე მოწინააღმდეგის პირადი განადგურებისთვის. FPV დრონები, საარტილერიო დანადგარები და სხვა საშუალებები ფართოდ და კომბინირებულად გამოიყენება. კონკრეტულ მონაკვეთებზე ხდება ასევე სნაიპერთა გამოყენება, მაგრამ ეს უკვე იშვიათი ხასიათისაა. ამ ეტაპზე სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის შენარჩუნება პირველი პრიორიტეტია უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის. ხშირად გაცილებით სასარგებლო და უსაფრთხოა გამოიყენო 5-10 დრონი, ვიდრე ერთი სამხედრო მოსამსახურე მიიყვანო უშუალოდ შტურმზე ან სადმე კონტრშეტევაზე. нам краще застосувати 5-10 дронів, чим одного військовослужбовця безпосередньо на штурм якогось населеного пункту або безпосередньо посадки якоїсь. Как вы думаете? რას фიქრობთ? როგორ დასრულდება ეს ყველაფერი და რას ეტყვით მაყურებელს, რომელიც უკვე დიდი ხანია ელოდება უკრაინის გამარჯვებას? Долго ждет перемогу Украины. Я впевнений на 100%. მე კატეგორიულად დარწმუნებული ვარ 100%-ით, რომ ეს ომი დამთავრდება ჩვენი გამარჯვებით და მაყურებლებისთვის მინდა ვთქვა, რომ დარწმუნებული ვარ, ჩვენ კიდევ არაერთხელ შევხვდებით. შევხვდებით და მოგიყვებით თუ როგორ გავაკეთეთ ეს, როგორ ვემზადებოდით ამ ომისთვის, როგორ მოვიგერიეთ რუსული არმია და როგორ დავამარცხეთ მოწინააღმდეგე. ამ ეტაპზე ჩვენი მხრიდან ყველაფერი წარმატებით მიმდინარეობს. На даному етапі у нас все виходить. Дякую, Бонд, что Мадლობა, сегодня Бонд, вы რომ были იყავით ჩვენი с нами. სტუმარი. გისურვებთ ჯანმრთელობას და перший გამარჯვებას. раз и здоровья. ეს იყო ბონდი, მეოთხე რეინჯერული პოლკის მეთაურის მოადგილე უკრაინის სპეციალური ოპერაციებისა. დღეს გადაცემა ამით დასრულებულია. შევხვდებით ერთმანეთს მომავალ კვირას, სუსტად 20 საათსა და 30 წუთზე.